ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამო მშვიდობის ეთერში ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება და მოდით ერთად ვნახოთ როგორ შეიცვალა შოუ-ბიზნესის სიახლეებით ჩემი საინფორმატორო ფურცლები. ალბათ ბერმა შეამჩნია თბილისის ფეშენებლურ უბნებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე ბუკა მანაგაძესა და ჯაბა ქარსელაძის ფოტო გადაღებები. თურისთვის მზადდება ეს ფოტოები იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ ჩვენმა პაპარაციმაც კი ვერ შეირყო. ჩვენთვის რაც გახდა ცნობილი, ეს ის არის, რომ წინ ძალიან დიდი სიურპრიზი გველოდება. ალბათ ყველაფერს ძალიან მალე გავიგებთ. ახლა კი სიუჟეტი ვნახოთ, ოღონდ უკომენტაროთ. Na to rodina pictures was. No, ერთი ექვსჯერ მაინც ვიყავდა მინიმუმ. ცოტა დახარისხა. იმათ სხვა რამისთვის. სათვალეთ მოგვეცით? ეს არ არის. და თუიცი. ჩემპიჩო? არა, ის ხელი იქ ჩამოდე, აი იქ. აქ? არა, ესე ნუ გათხლაშილი. არა, წინ ჩამოდე. არ, ეგრე არა. აი, მაშინ ფეხს ესე გადადე. აი, ესე გადადე. ახლა მოხდა. მოიხსნას? ეს ისიც. კაი. ახლა ოღონდ იცი როგორ დაჯექი, ისე დაჯექი რომ სახე მოხდეს აი დირკაში, ამით ცოტა დაბლ დაჯექი. ესე კარგია? კარგია. თავი დახარა. კიდე. ჰარლი დევიდსონის 100 წლის იუბილეის აღსანიშნავად გერმანელმა ბაიკერმა ფრიც ბარტელმა მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობა გადაწყვიტა. საკუთარი ჰარლი დევიდსონით ამ სამოგზაურო მარშრუტში თბილისშიც აღმოჩნდა. დანარჩენი კი სიუჟეტიდან შევიტყოთ. Это раз. Два. Тут еще телевидение, первое стерео. И неплохо было бы твоего товарища. Хорошо, Лёв, поспеши, потому что сам понимаешь. Я иду сегодня в Владикавказ, und dann Moskau, Sankt Peterburg, домой. Muss ich erst aufbauen und dann wieder abbauen. Ist ja много работать. ალბერტთან შემთხვევით დავკონტაქტით, ვიპოვეთ ქუჩაში ღამით, იძინებდა დელისთან. ხო და ნუ ესეთ მოგზაური არის რა, აფრიკაშიც იძინებდა ლომებთან და დელისით პრობლემა არ იყო მაგისთვის, პირდაპირ პალატკას შლიდა იქ. და თან ვიღაცა მთვრალი ქართველი რაღაცას უხსნიდა, რომ მეც ბავშვობაში ტანკისტი ვიყავი. ხო მივედით ჩვენ, პროსტად მე და ჩემი ცოლი მივედით. მე ისე მოხდა რომ მეგობარს გადაურეკე და მშუაღამე იყერდი 2 საათი და უცებ 5 წუთში ერთი 5 მოტოციკლეტი მოვიდა. ნუ შემთხვევით მოხდა ესე. ამას კიდე ეგონა რა მაშველი რაზმი და რაღაცა. დაუმეგობრდით, წავიყვანეთ სახლში, მეგობართან დაიძინა, მე რო დაიძინა, აღმოჩნდა რომ ტივა რაღაც ხერხემალი რაღაცები, აი დასვენების მერე გამომჟღავდა, ავარია დაემართა თურქეთში. ხო და მკურნალობდით 5 დღე რესპუბლიკურში, მოკლედ იქ ასევე მცხეთაში მკურნალობდით მას, იმაში რა ქვია, სახინკლეებში და ესეთ ადგილებში, ხო და ცოტას გავოცილებთ, გააჩნია როგორ გამოგვივა. ხო და მარშრუტი მაგისი არის, აქედან მიემართება ვლადიკავკაზში. იქიდან მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, პოლონეთი და სახლში გერმანიაში მერე.
როგორც ინფორმატორის წინა გამოშვებებიდან იცით, ქალაქის ყველაზე ფეშენებელურ ადგილებში მიმდინარეობდა ბუკა მანაგაძეს და ჯაბა ქარცელაძეს გასაიდუმლოებული ფოტო გადაღებები. ამჯერად გადაღებები უკვე დასრულდა, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ გავიგეთ რისთვის მზადდებოდა ეს ფოტოები. ეს ჭობს იმის შესახებ, რომ წინა სასიამოვნო სიურპრიზი გველოდება, ისიც ამძაფრებს, რომ ინფორმატორმა აეროპორტში დააფიქსირა უცხოეთში მიმავალი ჯაბა ქარცელაძე. ჩვენ იმედს მაინც ვიტოვებთ და ყველაფერს ალბათ უახლოეს მომავალში გავიგეთ. აბა წავედ. მოსკოვი არ მეც მინდა. კლუბ 16 რაუნდში ახალი პროექტის განხორციელება იწყება. ეს იქნება ორთვიანი მოდის ფესტივალი, რომლის ორგანიზატორები ზალიკო ბერგელი და 16 რაუნდია. სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით კლუბში პრესკონფერენცია გაიმართა. ნახოთ სიუჟეტი. იდეაც რამდენად ჩემთვის ცნობილია ზალიკოს ეკუთვნის და ვფიქრობ, რომ კარგი იქნება ამ მკვდრად წოდდებულ სეზონს გამოაცოცხლოთ. საუბრობ თვითონ მანიკენებისთვის კონცერტი ქართველი და არ მხოლოდ ქართველი მომღერლების ეგრეთ წოდებული ვარსკვლავების მონაწილეობით ფესტივალი დავარქვით პირობითად, ეს არის ღონისძიება, ყოველკვირეული ღონისძიება, ეს იქნება fashion party, ესე ვთქვათ, ყოველ ახალ დღეს იქნება ახალი განსხვავებული დიზაინერი. ეს უკვე საინტერესოა, ხო, თავისთავად, რომ არ არის ერთი მომღერლის კონცერტი, რომ ერთი და იგივე იმღეროს ყოველ საღამოს, იქნება სხვადასხვა დიზაინერი, იქნება სხვადასხვა მომღერალიც, იქნებიან მოწვეული დიზაინერებიც. აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, შეიძლება მოსკოვიდანაც სექტემბერში, თავისი მონაწილეებით, ანუ ახალი სახეებით როგორც პოდიუმზე, ისე მონაწილეებზე, ანუ მსვლელ მანეკენებს გულისხმობ და რა ვიცი, ეს საინტერესო ისეთ დატვირთული ღონისძიება იქნება. ლეილა ახმედავა ახლა მილანში ძალიან პოპულარული დიზაინერია, Fashion TV-ზე არის, ის ჩამოვა აუცილებლად და აზერბაიჯანიდან არ ვიცი, სომხეთიდან ალბათ ნანა კაზარი გვესტუმრება და ისინი თავიანთ მომღერლებს ჩამოიყვანენ. ერთს კი არა, რამდენიმეს, ისე რომ ნამდვილად რაღაც საინტერესო და სანახაობრივად ძალიან საინტერესო ღონისძიება იქნება. ანუ გადავწყვიტეთ, რომ ეს Fashion Rounds აქ ძალიან კარგი სცენა თვითონ იმისთვის ძალიან კარგია საჩვენებლად, თქვათ მოდელების ხილვა შეიძლება ნებისმიერი ადგილიდან. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ეს პროექტი გამოდის. ყოველი ახალი. აგვისტომდე, ანუ სანამ დამთავრდება ვანიკო თარხნიშვილის ფესტივალი საუკუნე 20 დღეში. ჩატარდება ყოველ სამშაბათს საღამოს 11 საათზე. რაც შეეხება მას შემდეგ, რაც ვანიკო დაამთავრებს თავის ფესტივალის გაკეთებას 16 რაუნდში, ანუ 8 აგვისტოს შემდეგ ჩვენი ფესტივალი, ანუ ეს Fashion Party, ზალიკო ბერგელის 16 რაუნდის მიერ ორგანიზებული ჩატარდება ყოველ არასდროს საღამოს. შინაარსობითი ყველაფერი და აი კონკრეტულად ვინ იქნება პოდიუმზე ხო გმირი, მაგრამ აი ამას აყოლი. თათია გიორგობიანმა თავისი ახალი ალბომი გამოუშვა, რომელშიც 14 სიმღერაა შესული. პარალელურად თათია კახა ცაბაძის სიმღერაზე მუშაობს. ყოველივე ამის შესახებ თავად თათია გაგვესაუბრება. გამოვიდა ჩემი ახალი ალბომი, რომელსაც ქვია უსასრულო მოლოდინი, მასში შესულია 14 სიმღერა. როგორც ძველი, ასევე ახალი რეპერტუარიდან, მათ შორის არის უცხოენოვანი სიმღერებიც, ინგლისური, ფრანგული, ებრაული. და გარდა ამისა, შესულია ახალი კლიპი, მე და ლიზას დუეტზე კეთილი ზღაპარი. იანე თვალი სათავის მე იმედი მაქვს, რომ მსმენელი მოიწონებს და შეყვარებს. პრინციპში ეს ჩემი შესაძლებელი არ არის, ალბათ მსმენელმა უნდა გაესაჯოს რამდენად მრავალფეროვანი და სასიამოვნო გამოვიდა დისკი.
სკოლაშია გაკეთებული, მაგრამ სხვათა შორის ბევრს ეგონა, რომ აუ, როდის იყავს ადრეა გადაღებული. ვისაც გამდის ისთან და ძვალ. ეს ადრე ვიყავი და იქ არის, მაგრამ ძალიან მგონი ორიგინალურია. და შესაბამება სათაოს ერთგვარი, რომ ვსივარ და ველოდები უსასრულო დაუსრულებდა და მართლაც აი ამ დისკს და იმ რაღაც ახალ ეტაპს ჩემ შემოქმედებით ცხოვრებაში რაღაც გარკვეული პერიოდი ველოდებოდი. სტუდიაში მუშაობ ახალ სიმღერაზე, რომელიც ეკუთვნის კომპოზიტორ კახა ცაბაძეს. არანჟირება იქნება ცოცხალი ინსტრუმენტალებით დატვირთული და არანჟირების ავტორია ლევან ჩხარტიშვილი. მე იმედი მაქვს, რომ სიმღერა ძალიან ლამაზი, ენერგიული, მხიარული გამოვა და ზუსტად იმ სეზონისთვის, რა სეზონიც დღეს თქვა ძალიან აქვს, ანუ ზაფხულისთვის ძალიან ლამაზი და მისადაგებული. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.